პროფესია პოლიციელი. Როგორ წარმოუდგენიათ მოქალაქეებს ეს სიტყვა შეთანხმება და როგორი იმიჯის დამკვიდრება უნდა ქართულ ოცნებას თავისი პოლიციელებისთვის. ეს ცხადი ხდება სწორედ ამ სახელწოდების ახალი პროექტით, რომელსაც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლებში იწყებს. ოცნების მიზანია ამ კამპანიით ახალგაზრდები პოლიციის მიღწევებსა და წარმატებებში დაარწმუნოს. ამისთვის კი ბავშვებს პოლიციის განყოფილებებშიც წაიყვანს ყოველდღიური საქმიანობის გასაცნობად. მაგრამ საინტერესოა, როგორ მიაწვდიან ახალგაზრდებს ინფორმაციას მაგალითად აქციებზე პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების ძალადობრივ დაკავებებზე, ან სასამართლოებში მათი მხრიდან ცრუ ჩვენებების მიცემაზე, ან სილის გაწვნით გამოწვეულ ტკივილზე. და როგორ შეძლებს ოცნება ამ ყველაფრის გადაფარვას საგანგებოდ დაგეგმილი კამპანიით. ნინი ბალანჩივაძე მოგვიყვება დეტალებს, რას უგეგმავს ოცნება თავის პოლიციას. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არის მხოლოდ ის, რასაც აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კამპანია პროფესია პოლიციელი 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებს და ადგილზე გაეცნოს ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკას სამართალდამცავებისა და ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში, თუმცა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ იმასაც, რომ ეს იქნება გრძელვადიანი კამპანია და კიდევ წლების განმავლობაში გაგრძელდება ეს კამპანია და ის მოიცავს სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებს, სხვადასხვა კლასებზე არის აქ საუბარი და რას გულისხმობს და რა არის მთავარი მიზანი ამ პროგრამისა. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს იმას, რომ მნიშვნელოვანი არის და ამ პროგრამის მიზანი არის ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. გელა გელაძეს უკვე შეხვედრა ჰქონდა ოცნების განათლების მინისტრთან გივი მიქანაძესთან და შესაბამისი ფოტოები გავრცელებული არის უკვე შინაგან სამინისტროს გვერდზე. ამას უკვე მოხდა განათლების ექსპერტების მხრიდან შეფასებები, რატომ გაახსენდა ახლა ეს კამპანია და ამ კამპანიის დაწყება ქართულ ოცნებას. განათლების ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ თავად ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაუნადგურა რეპუტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისინი ამ შემთხვევაში ემსახურებიან რეჟიმს და არა საქართველოს მოქალაქეებს, რაც არის მათი მთავარი ფუნქცია, ასევე ისინი ამახვილებენ ყურადღებას უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით. პოლიციის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკავებენ პენსიონერებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორებს, მაშინ როდესაც ისინი დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ისინი ამბობენ, რომ ახლა ერთგვარად თითქოს რეპუტაციის გამოსწორებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯით, რომ მოსწავლეებს მიაწოდონ განსხვავებული ინფორმაცია, თუმცა მათ უნდა ქონდეთ ის ინფორმაცია და აქვთ კიდევაც ინფორმაცია თუ როგორ მოქმედებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. პირველი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ ასევე ოცნების დეპუტატების მხრიდან, ისინი საუბრობენ იმას, რომ ანტიპროპაგანდა მიმდინარეობს პოლიციელების მისამართით და მნიშვნელოვანი არის ასეთი კამპანიების დაწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რაც არ უნდა პროექტი მოიგონოს და რაც არ უნდა გააკეთოს ზოგადი განათლების სისტემაში, ისინი მათ რაც დაუშავეს პოლიციის პროფესიას და პოლიციელებს და ზოგადად აი ამ ინსტიტუციას, როგორც მოანგრიეს და მიწასთან გაასწორეს და მთლიანად ღირსება აყარეს და ეს პოლიციელები აქციეს ჯებირებად და ესე იგი მოხუცი პენსიონერი ადამიანები ქალების დამკავებლებად და ორლარ-ნახევარის დამყადაღებლებად და პირბადეებზე მადევრებად ამ რეპუტაციულ ზიანს ვერანაირი ესეთი ტიპის პროექტი ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ პირველ რიგში პოლიციელებს უნდა დაუბრუნონ ღირსება და მოექცნენ როგორც ღირსეულ ადამიანებს და აკეთებინონ ის საქმე, რისთვისაც ეს ადამიანები მივიდნენ იმ პოლიციაში. თუ ვის მოუნდება, მართა ქუჩა დაძდევენ ხალხს და მიყავთ უკვე რომ პოლიციაში იმუშაონ, იმიტომ რომ აღარავის აღარ მოუნდება პოლიციაში მუშაობა, აი ამის შეხედვარი. კარგი იქნება თუ კეთილგანწყობილი გამოკიდებულება იქნება მოქალაქეებში პოლიციაში. რატომ არ არის თავისთავად ეს, რატომ სჭირდება ამას? თავისთავად ბავშვების შეხვედრა და კომუნიკაცია მათთან. თავისთავადაც არის ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ პოლიცია თქვენ ხედავთ რომ ყველაზე ერთ-ერთი მაღალი ნდობით სარგებლობს და მეორე, როდესაც არის ანტიპროპაგანდა, ერთხელ მაინც თქვით რომ რატო არის ეს ანტიპროპაგანდა პოლიციელების მიმართ. ნუ ზაგთ მათ ყველაფერი ის, რაც საქართველოს სახელმწიფოს აძლიერებს, რაც საქართველოში დემოკრატიული წესრიგს აძლიერებს.
ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური შეყვანილი არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაგნიტსკის სიაში, მათ შორის გელა გელაძის მოადგილეები არიან დასანქცირებულები ჩვენი პარტნიორების მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, ვინაიდან მოძალადე პოლიციელი მათ შორის არც ერთი არ არის დასჯილი, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. ამ ყველაფრის ფონზე კი უკვე ვიგებთ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს ახალ კამპანიას სახელწოდებით პროფესია პოლიციელი, რომელშიც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.